დილამშვიდობისა მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია გადაცემა ნიუსრუმი და დღის ყველაზე აქტუალურ პოლიტიკურ მოვლენებს განახილავთ ჩვენ სტუმრებთან ერთად, ვიდრე სტუმრებთან გადავალთ, მოდით პირდაპირ ეთერში ვნახოთ პროკურატურაში მიმდინარეობს ბრიფინგი, რომელიც იწყება ამ წუთებში, რომელსაც პირდაპირ ეთერში გთავაზობთ, ამის შემდეგ კი დაგიბრუნებით. სფერო ჰოლდინგის დამფუძნებელი გივი წულეისკირი, ხოლო სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო სფერო ინვესტის დირექტორის გიორგი მურუსიძის მიმართ. ბრალდებულთა ქმედებების შედეგად მოქალაქეთათვის მიყენებული ზიანი 12 მილიონ ლარს აღწევს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ გივი წულეისკირმა გიორგი მურუსიძემ ფიზიკური პირებისაგან დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით და უფლების მიზნით შეპეს სფერო ჰოლდინგის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დააფუძნეს იურიდიული პირი სფერო ინვესტი, რომლის დირექტორად გაფორმდა გიორგი მურუსიძე, თუმცა საწარმოს ფაქტობრივ მართვას გივი წულეისკირი და გიორგი მურუსიძე ერთობლივად ახორციელებდნენ. გივი წულეისკირმა და გიორგი მურუსიძემ 2022 წლის თებერვლიდან 2025 წლის ოქტომბრამდე სფერო ინვესტის სახელით ფიზიკურ პირებთან გააფორმეს უძრავი ქონების დროებით საცხოვრებლად გადაცემის, აგრეთვე ეგრეთ წოდებული კაპიტალ დაბანდების შესახებ ხელშეკრულებები. კერძოდ, უძრავი ქონებების დროებით საცხოვრებლად გადაცემის შესახებ ხელშეკრულების თანახმად ფიზიკურ პირებს სფერო ინვესტის ანგარიშზე შეჰქონდათ თანხები, რის შემდეგაც სფერო ინვესტი მათთვის მესამე პირებისაგან ქირაობდა ბინებს. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ ორგანიზაციას სრულად უნდა დაებრუნებინა მოქალაქეების მიერ შეტანილი თანხები. მიუხედავად ამისა, სფერო ინვესტმა შეწყვიტა ქირის საფასურის გადახდა, არ დააბრუნა თანხები, რის გამოც ასეულობით მოქალაქე საცხოვრებელის გარეშე დარჩა. კაპიტალ დაბანდების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე მოქალაქეები სფერო ინვესტის ანგარიშზე რიცხავდნენ თანხებს, ხოლო კომპანიას მათთვის უნდა გადაეცა ყოველთვიური სარგებელი, ხოლო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ მოქალაქეთა მიერ შეტანილი თანხები სრულად უნდა დაებრუნებინა, რაც არ განახორციელეს. გივი წულეისკირმა და გიორგი მურუსიძემ ზემოაღნიშნული ხერხით 254 მოქალაქეს ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე ჩაარიცხინეს დიდი ოდენობის თანხები, თავად კი არ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულებები და 12 მილიონამდე ლარს მოტყუებით დაეუფლნენ. გამოძიების მიმდინარეობისას დაზარალებულთა რაოდენობა და ზიანის მოცულობა შესაძლოა გაიზარდოს. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ პირებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180 მუხლის მეორე ნაწილისა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ა და ბ ქვეპუნქტები წარედგინათ, რაც სასჯელის სახე და ზომა 9 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა სასამართლოს მიმართავს ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით. ამასთან ჯგუფის ერთი წევრის მიმართ კანონით დადგენილი წესით გამოცხადდება ძებნა. ხაზგასმით აღნიშნავთ, რომ თაღლითობის საქმეების ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფა საქართველოს პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და მსგავსი კატეგორიის დანაშაულებზე გატარდება მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა დაზარალებულთა კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით. მადლობა. მაშასე გიბრუნდებით ეთერში და ვაგრძელებთ ნიუსრუმს, როგორც დავაანონსეთ, ჩვენ სტუმრებთან ერთად ვისაუბრებდით და ჩვენი გაცემის პირველი სტუმარი არის თინათინ ბოლოკაძე, კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი. მოგესალმებით, თინათინ, მადლობა მოძანებისთვის. დავიწყოთ საუბარი პასეს დელეგაციის ვიზიტის შესახებ, როგორც უკვე ვიცით და ვნახეთ, გუშინ პასეს დელეგაცია შეხვდა როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ასევე მედია ექსპერტებს და ამასთანავე ოპოზიციური პარტიების, მათ შორის თქვენ შეხვდნენ. დღეს კი მოსალოდნელია და ჯერ ბოლომდე არ ვიცით დადასტურებულად, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლებსაც უნდა შეხვდნენ და როგორც თქვენ მითხარით, ხვალ არის დაგეგმილი უკვე პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსების მონახულებაც გეგმა ესეთი აქვს ყოველ შემთხვევაში, რამდენად მოახერხებენ ამას, ეს არ ვიცით. რა მოხდა გუშინვალ შეხვედრაზე, რაზე ისაუბრეთ, რა ესე რომ ვთქვათ, მოიხილეთ და მოსაზრებად საინტერესო იქნება ჩვენი დასავლელი პარტნიორების. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. პასეს დელეგაცია ყოველწლიურად ჩამოდის საქართველოში, წელს თანამომხსენებლებით იყვნენ ჩამოსულები, როგორც ყოველ წელს და მათი მთავარი დანიშნულება აქ არის ის, რომ რეპორტინგი მოახდინონ, ანგარიში დაწერონ და შემდგომში ეს წარუდგინონ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას.
ამჯერად განსხვავებული ის არის ამ შეხვედრებისგან, რომ არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს, ორგანიზაციებს და მედიებს, არამედ მათ უწევთ პოლიტპატიმრების მონახულებაც იმ რეალობიდან გამომდინარე, რეალობაშიც ახლა დღეს ვცხოვრობთ საქართველოში. შესაბამისად, მათი დიდი სურვილია, რომ პოლიტპატიმრები მოინახულონ, თუმცა არ ვიცით, რამდენად ექნებათ საშუალება იქიდან გამომდინარე, რომ ვიცით ეს პრაქტიკა, რომ ქართული ოცნების რეჟიმი ჩვენს საერთაშორისო მეგობრებს არ აძლევს ხოლმე უფლებას იმის, რომ მოინახულონ ჩვენი პოლიტპატიმრები. ზოგადად, რაც შეეხება შეხვედრას, ჯერჯერობით დავიწყებ იქიდან, რომ გავიარეთ ზოგადად ის ახალი ანტირეპრესიული კანონები ქართული პოლიტიკური პარტიების, პოლიტიკური ლიდერების და ქართული საზოგადოების წინააღმდეგ. ეს არის მათ შორის ის საქმე, სამშობლოს ღალატის საქმე, რომელსაც პოლიტიკურ ლიდერებს ედავებიან, საბოტაჟის საქმე, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა და ასევე ის რეპრესიული კანონები, რასაც ხედავთ ჩვენ ქუჩაში ყოველ დღე ქართული საზოგადოების წინააღმდეგ. მათ ზოგადად როცა ჩამოდიან ხოლმე ყოველ წელს განსხვავებული რეალობა ხდებათ საქართველოში, იმიტომ რომ ადრე თუ მაგალითად ევროპაში საქართველოს მთავრობის ქმედებებს აფასებდნენ, რომ საქართველოს მთავრობა დემოკრატიიდან უკუსვლით იყო ცნობილი, ახლა უკვე ეს რიტორიკა შეცვლილია და ახლა უკვე მთლიანად დიქტატურად მოიხსენებენ ქართული ოცნების რეჟიმს. შესაბამისად, ყოველ ჯერზე როცა ისინი ჩამოდიან, ხდებათ ახალი რეპრესიული კანონები, შესაბამისად მათ სჭირდებათ ამის შეფასება. ანუ ბოდიშტე გასულ წელთან შედარებით ბუნებრივია და ლოგიკური ალბათ, რომ მათი მხრიდან უფრო მკაცრი შეფასებები მოისმინეთ სავარაუდოდ. საინტერესო იქნება მექანიზმად, რომ შეფასდეს აი საერთო ჯამში პასეს დელეგაციის აქ ვიზიტი, მათი რეპორტინგი და უკან დაბრუნების შემდეგ უკვე კონკრეტული განცხადებები, ინფორმაციის მიმოცვლა. რას უნდა ველოდოთ აი ამ პროცესისგან უკვე უშუალოდ კმეთი ნაბიჯები და უკვე აღსრულების მექანიზმის ფარგლებში ევროკავშირის მხრიდან რა შეიძლება გამოიწვიოს აი ამ ყველაფერმა? კი, ზოგადად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას აქვს სხვა ქოლგა, რომელსაც სხვა მიმართულებებით შეუძლია მუშაობა ვიდრე ევროპარლამენტის შემთხვევაში. თუმცა ევროსაბჭოს ჩვენ ვნახეთ ევროსაბჭოსგან ძალიან ბევრი რეზოლუცია, რომელიც ძალიან მკაფიო იყო. კი, სწორედ ამას შეეხება ჩემი შეკითხვა კონკრეტულად რეჟიმის წინააღმდეგ. ახლა ამჯერად ამ შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ ორ შესაძლო მექანიზმზე, რომელიც შეუძლია მხოლოდ ეს არის ის მექანიზმები, რომელიც ამჯერად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას შეუძლია განახორციელოს. ეს არის მათ შორის ანტიკორუფციული მექანიზმი და ასევე სახელმწიფოთა შორისი ადამიანის უფლებათა სასამართლოში მექანიზმები, რომლებიც მათ შეუძლიან გაანახორციელონ და დაავალდებულონ ქართული ოცნების რეჟიმი კანონმდებლობის შეცვლისკენ. ასევე ზოგადად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიმართულება უფრო შეფასებითი ნაწილია, შესაბამისად მათ რეზოლუციაში აისახება აუცილებლად ის ახალი კანონები, რომლებიც მიღებულია ჩვენ ბოლოს მიღებულ რეზოლუციაში ვნახეთ პარტიების აკრძალვასთან მიმართებაში და მათი გამოსვლებიც ვნახეთ, რომელიც იყო ძალიან კრიტიკული და ზოგადად პოზიცია ასეთია, რომ ისინი არ დაჯდებიან ქართულ ოცნებასთან სალაპარაკოდ, თუ არ იციან მათ რა პირობებით დათმობენ ქართული ოცნების რეჟიმი ძალაუფლებას. ეს პირობები აუცილებლად უნდა იყოს პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ახალი თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები და ასევე ყველა იმ რეპრესიული კანონის შეცვლა, რომელიც ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ ქართული ოცნების მხრიდან. შესაბამისად, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოზიციაც იქნება ამდაგვარი, რომ მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დიალოგი ქართული ოცნების რეჟიმთან. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ უკვე 1 წლის წინა 2024 წლის არჩევნების მერე ქართულ ოცნებას არ დარჩა არანაირი მეგობარი არც ევროპაში, არც ამერიკაში. მათი გათვლა იყო ტრამპი, თუმცა ტრამპმაც ვერ გამოიღო შედეგი ქართული ოცნებისთვის. დამარცხდა დიპ სტეიტთან ბრძოლაში კი, ელოდნენ, რომ
იანვრის მერე ყველაფერი დაალაგდებოდა, თუმცა დღეს ვხედავთ, რომ ტრამპი, რაც გახდა პრეზიდენტი, თითქმის ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში იყო, შეხვდა მათ მმართველებს 15 პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან, მხოლოდ და მხოლოდ ერთში არ იყო და ერთ ლიდერს არ შეხვდა და ეს არის ქართული ოცნების რეჟიმის ლიდერები. რაც შეეხება ტრამპს და ტრამპის დამოკიდებულებას, აი პირობითად ბელარუსის მაგალითი რო ავიღოთ და ამაზე უკვე დაიწყო საუბარი ქართულ პოლიტიკურ სივრცეშიც, რომ აი ბოლო პერიოდში იყო ეს ამბავი ზოგადად მოყვები, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დონალდ ტრამპმა კონკრეტულად ბელარუსში პოლიტპატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ მოუხსნა სანქციები გარკვეულ ავიაკომპანიას ბელარუსიულს და ამბობენ, რომ ყოველ შემთხვევაში ვარაუდის დონეზე განიხილება ის, რომ აი ეს ახალი აღძრული საქმეები პოლიტიკოსების წინააღმდეგ, მათ შორის თუნდაც თქვენი თანაპარტიელები და თქვენი ლიდერები, სურა ჩაფარიძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია და სხვაებიც შესაძლოა, რომ აი გარკვეულწილად ვაჭრობის საფუძველი გახდეს დასავლეთსა და საქართველოს შორის აი ეს საკითხი, რომ თუკი გარკვეულ ამ სანქციებს, რომელიც ჯერ შეიძლება კიდევ არ დაწესებულა, მოუხსნის დასავლეთი საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას, აქედან მეორე მხრივ გათავისუფლებიან ის პოლიტიკოსები, რომლებიც ამ დრომდე რჩებიან პატიმრობაში. რამდენად რეალურია ეს ვარაუდი თქვენი აზრით და საერთოდ ემყარება თუ არა რაიმე ლოგიკას ეს შესაძლო პროგნოზი, რომელზეც დაიწყო საუბარი სულ 1-2 დღე არის პოლიტიკურ სივრცეში ამაზე უკვე მიდის განხილვა. კი, ზოგადად შესაძლებელია, რომ ეს იყოს ქართული ოცნების გათვლა, რომ მათ ჰქონდეთ სავაჭრო დარჩენილი ევროპასთან და ამერიკასთან, ზოგადად სანქციების შინაარსი რო გავიგოთ და ზოგადად მიმართულებები, სამი ტიპის სანქცია არსებობს, ერთი ამერიკული, ბრიტანული და ევროკავშირის, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ამერიკული და ბრიტანული. ამერიკასთან და ბრიტანეთთან მიმართებაში ჩვენ ვნახეთ, რომ პროცესი დაძრულია, თუმცა ამის მიუხედავად ჩვენ ისიც ვიცით, რომ ქართული ოცნების ლობისტები აქ ძალიან ბევრს მუშაობენ ამერიკასა და ბრიტანეთში, რომ როგორღაც მოახერხონ ამის დაპაუზება. თუმცა ეს ჯერჯერობით იმის მიუხედავად, რომ შეფერხებულია მდგომარეობა, დაპაუზებული არ არის. და შემდეგი სანქცია, რომელიც არის ევროკავშირის სანქციები, ეს აქ პირიქით ვხედავთ, რომ ევროკავშირის ბიუროკრატია, რომელიც საკმაოდ მოუქნელია და იმიტომ მოხდა ამდენი ხნის განმავლობაში, რომ ვერ ვიხილეთ ჩვენ სანქციები უნგრეთის და სლოვაკეთის გამო, ამის მიუხედავად მაინც რაღაც ახალ მექანიზმებზე საუბრობენ და გაზრდილია ეს რიტორიკა, რომ სანქცირება აუცილებლად უნდა მოხდეს ქართული ოცნების ელიტის წარმომადგენლების. შესაბამისად, ამ ფონზე, რა ფონიც ახლა მთელს მსოფლიოშია ქართულ ოცნებასთან მიმართებაში, ძალიან ბუნებრივია, რომ ისიც ვიფიქროთ, რომ ქართული ოცნება წინასწარ გეგმავს და თulis იმას, რა შეიძლება სავაჭრო დიდოს მაგიდაზე, რომ რამე გაცვალოს სანქციებში რომელიმე რეპრესიული კანონი. თუმცა აქაც უნდა გავიაზროთ ის, რომ მთელი დასავლური ცივილიზაციას უკვე გააზრებული აქვს ის, რომ ქართული ოცნების სახით ისინი ქართულთან არაფერთან კავშირში არ არიან და ქართველებს არ ესაუბრებიან. ეს არის პირდაპირ პუტინის რუსეთის ტაქტიკები, რაც საქართველოში ხდება და მათ შორის ბიძინა ივანიშვილსაც, როგორც ტიპიურ ოლიგარქს, რუს ოლიგარქს, ესმის მხოლოდ და მხოლოდ ფულის ენა. შესაბამისად, მათ უნდა ჰქონდეთ ძალიან ბევრი leverage, ბევრი წლეხი უნდა იყოს იმისთვის, რომ ქართულ ოცნებამ დათმოს ის ძალაუფლება, რაც აქვს. შესაბამისად, მათი გაზრდილი სანქციები იქნება ეს. თუმცა ამის მიუხედავად, დასავლური ცივილიზაცია იაზრებს იმას, რომ შარლს მიშელ მეორე არ უნდა მოხდეს საქართველოში, რაც უკვე მოხდა. მიშელის ჩამოსვლისას დენიელსონიც იყო ჩამოსული და ქართული ოცნების რეჟიმმა საბოლოო ჯამში გადააგდო არა მხოლოდ პოლიტიკური სპექტრი საქართველოში, არამედ მთელი ევროკავშირიც. შესაბამისად, მათ კარგად იციან ის, რომ ქართულ ოცნებასთან ასე მარტივად არ გამოუვათ დიალოგი და მარტივად არ გამოვა დათმობა. ამიტომ მე არ მჯერა იმის, რომ ამერიკან, ბრიტანეთი ან ევროკავშირი მარტივად დათანხმდება იმ ამბავს, რომ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკოსების გამოშვება და ამდენი ადამიანი ისევ ციხეში, რეპრესიული კანონები ისევ არსებობს, ახალი თავისუფალი არჩევნები ისევ არ ჩანიშნულა და მაინც სანქციებს უხსნის. ეს სანქციებიც იმიტომ არის, რომ რამე მიიყვანონ ქართული ოცნება ამ სამი რამის დათმობამდე. დიახ, ისევ დაპატიმრებულ პოლიტიკოსებზე და მათ შორის თქვენი პარტიის პოლიტიკური გაერთიანების ლიდერებზეც ვისაუბროთ კიდევ ერთხელ, რას ედავებიან იმას, რომ ამ სანქციების პოლიტიკა, რომელსაც აწარმოებს ამერიკა და ევროკავშირი,
რეალურად გამოიწვია ამ ადამიანების ქმედებებმა. ნუ ბოლო შემთხვევაში გამოძიების ვერსია ასეთია, და უტრირებულად რომ ავხსნათ, თქვენი აზრით თუ კი დააპატიმრეს პირობითად ზურა ჯაფარიძე, რომელიც მართავდა შეხვედრებს ევროკავშირში. რამდენად მოსალოდნელია, რომ ეს საფრთხე დაემუქროს სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ასევე არანაკლებ აქტიურად ატარებდა შეხვედრებს განსაკუთრებით ევროპაში, რადგანაც საკმაოდ კარგი კავშირები აქვს თავის დიპლომატიური საქმიანობით გამომდინარე. რეალურია თუ არა ეს საფრთხე სალომე ზურაბიშვილის და შესაბამისად, ბარემ თქვათ გიორგი გახარიას შემთხვევაშიც, რადგან მათ მიმართ ჯერჯერობით არ აღძრულა ამ შინაარსის სისხლის სამართლებრივი საქმეები. კი, არ აღძრულა, თუმცა იმ სარჩელში, რომელიც წარადგინეს ნანა კაკაბაძემ და ავატო შაქარიშვილმა, იმ სარჩელში ორივე არის მოხსენიებული. შესაბამისად, შესაძლებელია ველოდოთ იმას, რომ ეს შეიძლება გავრცელდეს სხვებზეც. თუმცა ზოგადად ამ მუხლს რო შევხედოთ და ამ საბოტაჟის საქმეს ზოგადად, რასაც პოლიტიკურ პარტიების ლიდერებს ედავებიან, ეს არის სუფთად პუტინისტური ტაქტიკა, რომელიც პუტინმა დაიწყო პოლიტიკური პარტიების ლიდერების წინააღმდეგ, თუმცა ეს შემდგომში გავრცელდა მთელი საზოგადოებისთვის. და ნებისმიერი ადამიანი იქ შეიძლება აღმოჩენილი იყოს საბოტაჟის მუხლის ქვეშ და ედავებოდნენ სამშობლოს ღალატს. ზუსტად ასე შეიძლება მოხდეს საქართველოში. სინამდვილეში ეს ხომ ამით ხომ პოლიტიკოსებს ის უთხრეს, რომ თქვენ თუ ისევ გააგრძელებთ ბრძოლას, თქვენ თუ ისევ ჩვენ დასავლელ მეგობრებს დაელაპარაკებით, თქვენ თუ თავისუფლები იქნებით, თქვენ ისევ შეიძლება დაგიჭიროთ და ციხე დააშენეს ციხეზე. და ეს მესიჯი არ მხოლოდ პოლიტიკოსებისთვის, არამედ მთელი საზოგადოებისთვის, ვინც ამ ბრძოლაშია, რომ ნებისმიერი შემდეგი შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყნის მოღალატე ქართული ოცნების თვალში და ასე შეიძლება დააპატიმრონ. ამიტომ ეს კანონი არ მხოლოდ პოლიტიკოსებზე, არამედ შესაძლებელია მთელ საზოგადოებაზეც კი გავრცელდეს. თუმცა ამის მიუხედავად, ხო გუშინ მაგალითად ზურა ჯაფარიძეს ჰქონდა ძალიან კარგი პოსტი, სადაც ეს ნაწილიც ჰქონდა, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად არაპირებს ქვეყნის დატოვებას და აპირებს ბრძოლის გაგრძელებას და ყველა ასე უყურებს, ვინც ამ ბრძოლაშია უკვე ერთი რომ მეკითხა, დაუშვათ გათავისუფლდებიან იმ გარკვეული პოლიტიკური საერთაშორისო ვაჭრობის შედეგად, რომ სანქციები მოიხსნათ და აქედან ქართული ოცნება გაათავისუფლებს პოლიტიკურ ოპონენტებს. ბელარუსის შემთხვევაში უმალვე ყველამ დატოვა ბელარუსი და ყველა გაემგზავრა შტატებში, ბრიტანეთში და იქ გააგრძელეს ესე რომ ვთქვათ მოღვაწეობა პოლიტიკური. რას აპირებენ თქვენი თანაპარტიელები, საინტერესოა თქო რა კი უკვე ზურაზე თქვით, სხვებზე რას ფიქრობთ და რამდენად საერთოდ რეალურია მათი კვლავ პოლიტიკურ ასპარეზზე დარჩენა, თუ კი აი ამ მუხლით ისევ თუ არ გაასამართლეს, უკვე სხვა საფრთხე დაემუქრებათ და დარჩებიან საქართველოში თუ წავლენ ისინი ბელარუსში. ჩემი პირადი რწმენით, ყველა ის პოლიტიკოსი, რომელმაც უკვე გაწირა საკუთარი თავი, მათ შეეძლოთ ნებისმიერ მათგანს შეეძლო, რომ საგამოძიებო კომისიაზე მისულიყო, როგორც გახარია მივიდა. თუმცა ამ შემთხვევაშიც ჩვენ ხედავთ, რომ ვინც რეჟიმს ეთანამშრომლა, ის ადამიანები ბევრად უფრო დისკრედიტირებულები არიან, მათ შორის გახარიასაც ასე მოუწია ქვეყნიდან წასვლა და ქვეყნის გარეთ პოლიტიკის კეთება, რომელიც მცლად პოლიტიკის კეთება არ არის. შესაბამისად, ვინც აქ დარჩა და ვინც საგამოძიებო კომისიაზე არ მივიდა თავისუფლების ფასად, მე ღრმა რწმენა მაქვს, რომ ყველა ეს ადამიანი ბოლომდე გააგრძელებს ბრძოლას. ხო, ბელარუსთან განსხვავებით, ზოგადად ბევრი ის პროცესი გამოვიარეთ უკვე, რაც ბელარუსმა გაიარა ბოლო პერიოდში, სანამ პროტესტი სულ ჩაიხშობოდა. და ეს ძალიან დიდი რწმენას მაძლევს, იმიტომ რომ ეს ეტაპები უკვე ჩვენ გადავლახეთ და მათ შორის ის ეტაპიც გადავლახეთ, როცა პოლიტიკოსები მიდიოდნენ საზღვარგარეთ გაქცევაში, ასე რომ ვთქვათ. ეს საქართველოში არ მომხდარა. ძირითადი მასა პოლიტიკოსების აქ დარჩა. შესაბამისად, ღრმა რწმენა მაქვს იმის, რომ ეს ადამიანები ბოლომდე გააგრძელებენ ბრძოლას. და არა მხოლოდ ისინი, მთელი საზოგადოება, რომელიც უკვე ერთი წელია ქუჩაში დგას, მათ ძალიან კარგად ჰქონდათ გააზრებული დღე პირველიდან რამხელა ბრძოლაში იყვნენ და რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელებულიყო ეს ბრძოლა და ამიტომ ამბობთ ხოლმე ხშირად ლოზუნგს ბოლომდე, იმიტომ რომ ვიცით, რომ ეს ბოლო შეიძლება არ იყოს ძალიან მალე, მაგრამ ამის მიუხედავად სამოქალაქო საზოგადოებაც და პოლიტიკური პარტიებიც აგრძელებს ბრძოლას ბოლომდე. დიახ. მეორე თემაზეც რომ გადავიდეთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ, ქართული ოცნება ამბობს, რომ კორუფციას ებრძვის და ამას აკეთებს გამალებით და არინდობს მათ შორის არც ყოფილ თანაპარტიელებს, საუბარი მაქვს მაგალითად მინისტრებზე, მათ მოადგილეებზე,
მაღალი თანამდებობის პირებზე, თუმცა ოპოზიციაში ამბობენ, რომ რეალურად არავითარი კორუფციასთან ბრძოლა ეს არ არის, არის რეალურად შიდა კლანური დაპირისპირება, სწორედ ამ სიტყვებით მოიხსენიებენ თქვენი თანამოაზრეები აი ამ პროცესს. თქვენი მოსაზრება როგორია და სადამდე შეიძლება გაგრძელდეს ეს პროცესი, რასთან გვაქვს საქმე რეალურად, არის ეს კორუფციასთან ბრძოლა თუ რაღაც სახის შიდა დაპირისპირება. ზოგადად ქართული ოსტატის რეჟიმმა ძალიან კარგად იცოდა დღე პირველიდან, რომ ძალიან ბევრი კორუფცია ხდებოდა და არ მჯერა მე იმის, რომ ბიძინას გარეშე ხდებოდა ამდენი კორუფცია. ყველამ ძალიან კარგად იცოდა, რაც ხდებოდა, თუმცა ახლა უბრალოდ დასჭირდათ ის, რომ ძველ თანამებრძოლებს დაუწესონ ახალი სანქციები. არც ისე ძველ სხვა შორის სულ რაღაც ერთი წელი კი, მათ შორის პრემიერი ღარიბაშვილზე როცა ვსაუბრობთ, ღარიბაშვილი იყო ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში იყო ქართული ოსნობის პრემიერი და ამდენი ხანი რო გველაპარაკებოდნენ იმაზე, რომ ერთ თეთრს არ აიღებსო ქართული ოსნობის წარმომადგენელი ფული რო დაუდონო და რომ მოჰქონდათ თავი პატრიოტად და ყველაზე ღირსეულ პოლიტიკურ ძალად ამ ქვეყანაში, თურმე ამდენი რამე ხდებოდა, რომელსაც ახლა უკვე თვითონ ამბობენ. სიამდვილეში არც ხვენიათ ამისი, იმიტომ რომ საკუთარ ამომრჩეველს, ამას ზოგადად ქართული ოცნება საკუთარ ამომრჩეველს ყველაზე ცუდად ექცევა და ყველაზე ბრბოდ აღიქვამს, რომელსაც თითქოს ყველაფრის ჯერა. და მათ შორის იმასაც აჯერებენ, რომ კი, ეს ხდებოდა ღარიბაშვილის დროს, მაგრამ ჩვენ ვინც აქ დავრჩით, ბიძინა მაგალითად არ არის ასეთი. მათ შორის ის ცნობილი ვიდეო როა სუპს ჭამდა, სუპი მაქვს სუპს ჭამო. ასეთ მენტალიტეტზე უნდათ საკუთარი მოქალაქეები დააჯინონ, რომ ყველაფერი შეჭამონ, რასაც ქართული ოცნება გადაუგდებს. ყაველაშვილს დაუყენებს პრეზიდენტად, უდიპლომო პრეზიდენტს, რამდენი რამით დასცინის წარმოიდგინეთ საკუთარ ამომრჩეველს. თუმცა სიამდვილეში არანაირი კავშირი არ აქვს იმასთან, რომ მართლა რამეს ებუწვიან. მათ შორის საკუთარ ამომრჩეველშიც არ აწყობთ ის, რომ ანახონ ამდენი კლანური დაპირისპირება ერთმანეთში. თუმცა ჩემი აზრით ეს არის ასევე მთავარი სავაჭრო იარაღი იმისთვის, რომ რო რამე და მოლაპარაკებასთან რო დაჯდნენ დასავლეთთან, ამ შემთხვევაში კონდეთ ასევე სავაჭრო იმაზე, რომ ისინი ამდენი ხნის განმავლობაში მათ გამოიკულიეს ძველი კორუფციები და გაუმკლავდნენ და დასაჯეს ის ადამიანები, ვინც კორუფციაში იყვნენ ჩართულები. მათ შორის ჩვენ ვნახეთ, რომ ის ადამიანები, რომლებიც დასანქცირებულები იყვნენ ევროპის, ამერიკის მხრიდან, ამ დასანქცირებულთა 77% ქართული ოცნების რეჟიმმა უბრალოდ ან დააქვეითა, ან გაუშვა სამსახურიდან. ესეც მათ შორის იმიტომ იყო გაკეთებული, რომ სავაჭრო მაგიდასთან კონდეს ის იარაღი, რომ რამე თქვას, რომ ეს ადამიანები გავუშვი საერთოდ, ვინც ან კორუფციაში იყვნენ ჩართული, ვინც დასანქცირდა და ასე შემდეგ. შესაბამისად, ეს არის ამ დიდი ციკლის ნაწილი, ასე მგონია და არანაირი კავშირი არ აქვს კორუფციასთან ბრძოლასთან. მათ შორის ახლაც ამ წამსაც ძალიან ბევრი ფულის ჭამა მიდის, თუმცა არავინ არ იკვლევს ამას და მომავალში რო დაჭირდეთ, დაიწყებენ ისევ გამოკვლევას. დიახ, პროტესტზეც რომ ვისაუბროთ, რომელმაც შედარებით სახე შეიცვალა ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით და ეს განაპირობა პირველ რიგში ალბათ კანონმდებლობის შეცვლამ და ასევე სამართალდამცველთა მხრიდან რეაგირებაც შეიცვალა კომიტიკეთა წინააღმდეგ აქამდე თუ კი აძლევდნენ გზის გადაკეტვის საშუალებას, ახლა უკვე უფრო მკაცრები გახდნენ, ესე რომ ვთქვათ, გზის გადაკეტვის საშუალებას აღარაზნევენ ამის გამო მომიტინგეები ხან რომელ ლოკაციას გადადიან, ხან რომელზე და ამიტომ ჩამოყალიბდა მოსაზრება, რომ პროტესტმა უნდა შეიცვალოს ადგილმდებარეობა, მხოლოდ რუსთაველის გამზირზე არ უნდა იყოს, კანცელარია იქნება ეს თუ სხვა უბნები თბილისის და ასევე რეგიონებიც უნდა ჩაერთოს ამ პროცესში. ამას ამბობენ აქტივისტები და ასევე თქვენი კოლეგები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. საინტერესო იქნება თქვენი მოსაზრება, როგორ ხედავთ პროტესტის გაგრძელებას და ასევე მალე იქნება უკვე ფაქტობრივად ორ კვირას ნაკლები დარჩა. ერთი წელი იქნება გასული მას შემდეგ, რაც უწყვეტი საპროტესტო აქციების დაწყებიდან გავიდა უკვე ფაქტობრივად ერთი წელი. 28-ში რა იგეგმება? კონკრეტულად 28-ში და ზოგადად პროტესტის მიმდინარეობა, როგორ უნდა წარიმართოს, რა კალაპოტში მოექცეს ისე, რომ მეტად ეფექტური გახდეს და ეფექტიანიც ამოძრაულად.
ხო, 28-ში მნიშვნელოვანი თარიღი გვაქვს, იმიტომ რომ 1 წელი სრულდება, რაც ამ პროტესტში ვართ და ზოგადად ამდენხნიანი პროტესტი საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ძალიან ცოტა ერთწლიანი არც კი ყოფილა გადაბმული პროტესტი, უწყვეტი პროტესტი. კი, ზოგადად მგონი მსოფლიო რეკორდებსაც დავიპყრობთ მალე. იმედია არა და იმედია მალე მორჩება. თუმცა კი, 1 წლის განმავლობაში ასე უდრეკად ამდენი რეპრესიის მიუხედავად ხალხი დგას ქუჩაში. კი, ვნახეთ ჩვენ რაღაც დიდი მასობრივი პროტესტები იყო თავიდან, შემდგომში ამან მიიღო ის სახე, რომ რადგან რეგულარულად ხდებოდა პროტესტი და ყოველდღე უწყვეტობაში ვიყავით, ადამიანებმა რაღაცა ტიპის განრიგი შეარჩიეს, როდის მიდიოდნენ პროტესტსა და რაღაცა კვირაში ზოგი 3-ჯერ დადიოდა, ზოგი 4-ჯერ დადიოდა და ასეთი განრიგით ავეწყვეთ ბოლო 1 წელია ისე რომ ყოველდღე რუსთაველი იკეტებოდა. თუმცა ამ ახალი რეპრესიების გამო რუსთაველის გადაკეტვა გახდა ძალიან რთული და ყოველდღე ადამიანებს იქ გვტაცებდნენ. აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ ყოველდღე ადამიანებს გვტაცებდნენ, მეორე დღეს სულ უცხო ადამიანებს ხედავდით იქ, რომლებიც მზად იყვნენ იმისთვის, რომ გზა ისევ გადაეკეტათ. ამიტომ 50 აკაცუკი დგასო რო გვეუბნებოდნენ 1 წელი, 4 ოქტომბრის მერე ახალი რეპრესიებით, უკვე 150 კაცი დაიჭირეს ადმინისტრაციული წესით და 50 კაცი რო უნდა ყოფილიყავით, 150 კაცი ციხეში გაუშვეს რამდენიმე დღით. ზოგი ერთი კვირითაც კი. ახლა კი იმ ეტაპზე ვართ, რომ როგორღაც უნდა ვეცადოთ იმას, რომ ძალიან ბევრი ადამიანი არ დავკარგოთ ამ პროცესში და მეტი ადამიანი არ დაიჭირონ. მათ შორის ეს ახალი ბოლო რამოდენიმე დღის მეთოდია, რომ რუსთაველზე ვიკრიბებით და რუსთაველიდან გადავადგილდებით რამდენიმე ქუჩაზე მარშით და ეს საკმაოდ ეფექტური გამოდგა ჩემი აზრით, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში გაქვს საშუალება არა მხოლოდ იქ ლოკალურად ერთმანეთს ესაუბრო, არამედ სხვა ადამიანებსაც დაენახო. მათ შორის მარშებიც ამიტომ იყო ხოლმე ეფექტური, რასაც ვაკეთებდით. ზოგადად მნიშვნელოვან და სიმბოლურ დღეებში ძალიან ბევრი ადამიანი დგას ხოლმე ქუჩაში და ეს რამდენიმეჯერ ვნახეთ ბოლო ამ თვეების განმავლობაში და 28-შიც ზუსტად ამას ვიხილავთ. ადამიანები როგორც 28-ში გამოვიდნენ ბუნებრივად, მხოლოდ და მხოლოდ კობახიძის ერთი განცხადების გამო გამოვიდნენ ადამიანები ქუჩაში, ისე რომ არავის დაუორგანიზებია ეს აქცია. ამაზე მახსენდება კომიკური ფრაზები იყო, რომ გამოძიებლები რო ეკითხებოდნენ. რეზო კიკნაძის პასუხი კი. ვინ არის ორგანიზატორი და რომ კობახიძე არის ორგანიზატორი, კი. და შესაბამისად ახლაც 28-ში ველოდებით იგივე სურათს ადამიანები თვითნებურად გამოდიან ხოლმე ასეთ მნიშვნელოვან დღეებზე ქუჩაში. რაც შეეხება როგორ უნდა გაგრძელდეს პროტესტი. აი, ბარემ ჩაიკითხებით და შესაბამისად უკვე თქვენი პასუხიც აქედან გამომდინარე უფრო საინტერესო იქნება, ვფიქრობ. სხვა პოლიტიკური გაერთიანებები, ვინც ამჟამად მაგალითად იმყოფება პარლამენტში, საუბარი მაქვს გიორგი გახარიას პარტიაზე და ამავე დროს მაგალითად ლელო ძლიერი საქართველო, რომელიც საკრებულოები, რომელმაც დააკომპლექტა საკრებულოების შემადგენლობები, სადაც მოახერხა ამის გაკეთება, მათთან ერთად რამდენად წარმოგიდგენიათ საერთო პროტესტში თანაარსებობა და ასევე ამ საერთო პროცესის წარდგომა ერთად ოღონდ და მათთან ერთად რამდენად გახარიას ზოგადად მიღებული აქვს უკვე გადაწყვეტილება და არჩევანი გაკეთებული აქვს და ეს არჩევანი არის რეჟიმთან კოლაბორაცია და რეჟიმთან თანამშრომლობა. მათ შორის პარლამენტში შესვლაც არის ამისი ნაწილი. შესაბამისად გახარია ახლა ისედაც არ იყო ჩართული ამ პროტესტში, თუმცა ლელოს ვხედავდით პროტესტში ჩართულს 1 წლის განმავლობაში. შესაბამისად მათ არჩევანი აქვთ ასევე გასაკეთებელი, როგორ აგრძელებენ ბრძოლას. ჩვენ სხვა პოლიტიკური პარტიები უკვე 1 წლის განმავლობაში იმის მერე, რაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მანდატებზე უარი განვაცხადეთ, ამის შემდგომ ვართ არ თანამშრომლობაში რეჟიმთან და გგონია, რომ არ თანამშრომლობა არის ყველაზე ეფექტური გზა, როგორც შეიძლება ვებრძოლოთ ამ რეჟიმს. და გახარიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო, რომ თანამშრომლობას აგრძელებს, თუმცა ლელოს ჯერ კიდე მისაღები აქვს გადაწყვეტილება აგრძელებს არ თანამშრომლობას და ასეთ ბრძოლას, რომელიც ჩვენ 2024 წელს დავიწყეთ, თუ გახარიას გზას აირჩევს ის. მე ზოგადად მგონია, რომ
ამ პროტესტში ვინც არის ჩართული და ქართული ოცნების რეჟიმს ვინც ებრძვის, მათ შორის თქვენს მედიაც, სამოქალაქო საზოგადოებაც, პოლიტიკური პარტიებიც, იმდანად არ გვაქვს ცალცალკე აღარ გვაქვს უკვე ცალცალკე სახელები და არ აქვს მნიშვნელობა რა პროფესიას წარმოვადგენთ, აბსოლუტურად ყველას ერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მათ შორის ამასთან ერთად სალომე ზურაბიშვილიც, რომელიც რაღაც სახით ლიდერიც არის საგარეო ფრონტზე და არა საშინაო ფრონტზე. თუმცა ასეთი ყველა აქტორის ერთობა არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და მათ შორის პროტესტებს როცა ვსაუბრობთ, როგორ უნდა გაგრძელდეს, ყველაზე დიდი მოთხოვნა პროტესტის საზოგადოებაში უკვე ერთი წელია ის არის, რომ როგორღაც პოლიტიკურმა პარტიებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ მოახერხოს კონსოლიდაცია და გაერთიანება და ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი მიზანი. ვიცით უკვე დაიღალა ხალხი ამაზე ლაპარაკით, იმიტომ რომ სულ ლაპარაკობთ და არასდროს ხდება, თუმცა ახლა მაინც არის ის დრო, როცა პოლიტიკური პარტიის ლიდერები არიან ციხეში, როცა ყველა ადამიანს შეიძლება შეეხოს მსგავსი რეპრესიები, ახლა მაინც არის დრო იმის, რომ გამოვნახოთ ის საერთო, რომ კონსოლიდაცია მოახერხოთ და ამ ერთობაში, ერთიანობაში თუ რაც კიდე დავარქვათ, არ აქვს მნიშვნელობა ვინ რომელი აქტორი იქნება. ყველა, ვინც ქართული ოცნების რეჟიმს ებრძვის, ყველა პროდასავლელი ამ ქვეყანაში, ვისაც ევროპული მომავალი უნდა. მადლობა დიდი საინტერესო საუბრისთვის. ვფიქრობ მეტნაკლებად ამ დროის მონაკვეთში რაც მოგვეცა, მიმოვიხილეთ რაღაც შიდა აქტუალური საკითხები. მადლობა და წარმატებები კიდევ ერთხელ. ჩვენს მაყურებელს კი შევახსენოთ, რომ ჩვენი სტუმარი იყო თინათინ ბოლოკაძე, კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი წარმომადგენელი. ახლა მცირე სარეკლამო პაუზის დროა, რომლის შემდეგაც უკვე გაცმის მეორე სტუმართან ერთად კვლავ პირდაპირ ეთერში დაგებრუნებით, ამიტომ არ გადართოთ. მოგესალმებით, გებრუნებით ეთერში და ვაგრძელებთ Newsrooms. ჩვენი სტუმარი კი გაცმის მეორე ბლოკში არის ტატო ქელბაქიანი, პრევენცია პროგრესისთვის დირექტორი. მოგესალმებით, ტატო, მადლობა გაცემაში სტუმრობისთვის. დავიწყოთ საუბარი საპროტესტო აქციებზე, რომელიც უკვე ფაქტობრივად ერთი წლის განმავლობაში გრძელდება. ფორმალური ათვლის თარიღად ითვლება ამ აქციების 28 ნოემბერი, ირაკლი კობახიძის განცხადება, რომლის შემდეგაც დაიწყო ქვეყანაში უწყვეტი პროტესტი. განსაკუთრებით ეს პროტესტი მწვავე იყო პირველ თვეებში და მწვავე იყო ყველა მხრივ. ბოლო კვირები, ბოლო თვეების განმავლობაში უკვე შედარებით უფრო მინელდა იმ კუთხით, რომ რაოდენობრივად ხალხის რაოდენობა მოიკლო, თუმცა პროტესტის ფორმა კვლავ ის იგივეა. რუსთაველის გამზირზე იკრიბებიან ჩვენი თანამოქალაქეები, პოლიტიკოსები, სხვა პროფესიის წარმომადგენლები და მათი მოთხოვნები უცვლელია დაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციებზე დაკავებული მოქალაქეები. თქვენი აზრით, როგორ უნდა გაგრძელდეს კიდევ უფრო მეტად გაფართოვდეს პროტესტი, სხვა ლოკაციებზე გადავიდეს, რეგიონებით ჩაერთოს, ზოგადი გეგმა რა არის თქვენი და 28-ში რას აპირებთ? კეთილი, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებლებსაც და მსმენელებსაც. ეხლა მთელი ამ ერთ წლის განმავლობაში ინტენსიური ფაზა დავარქვათ, ხო, აქციები მანამდეც მიმდინარეობდა. ამ რეჟიმმა გამოიყენა უამრავი მეთოდი ამ პროტესტის აღსაკვეთად, ეს არის რეპრესიული კანონმდებლობა, უამრავი პატიმარი, ცემა, წამება ადამიანების და პერიოდულად სულ მუდმივად რომ შექმნან ბარიერები, ასე ვთქვათ, ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევათა კოდექსში გაუგონარი ცვლილებები, რომ ფაქტობრივად შეუძლებელი უნდათ ყოველ შემთხვევაში, რომ პროტესტის კრიმინალიზება მოეხდინათ და დიდწილად რაღაცა ამ ნაწილში აქვთ ეს. მაგრამ ცდილობენ თავარი პროცესი, როცა ესეთ რეჟიმებთან ბრძოლაში ხარ, ჩვენც უნდა ვიყოთ მოქნილები და ადაპტირებადი და ჩვენც მუდმივად მიუხედავად იმისა, რომ ერთ კარებს გვიხურავენ, მეორეს ვაგებთ, მეორეს, მესამეს ვაგებთ და ანუ მოქნილები ვართ ამ თვალსაზრისით და ეხა და თქვენც ეხა პერიოდულად გზის გადაკეტვა ხდებოდა ასე შემდეგ, მაგრამ ეხლა კიდე სხვა ფორმა მიიღო, როდესაც უკვე ეს საპროტესტო მოძრაობები უკვე ქუჩებში შევიდა, ვიწრო ქუჩებში მოძრაობს და ასე შემდეგ. ამიტომ პროტესტის ფორმა არის მრავალფეროვანი და ის გაგრძელდება. ის რომ ყოველ დღე შეიძლება 100,000 ადამიანი არ გამოდის, ეს არზო. ამით არის ზომება პროტესტში ხალხი არის თუ არა ჩართული, იმიტომ რომ ეხა ერთი წლის განმავლობაში, როდესაც ესეთ ტიპის მოძრაობაში ხარ ჩართული, ეს პირად ცხოვრებასაც უნდა შეუთავსო, ხო? და რაღაცნაირად დაამენეჯმენტო ეს, ხო? ეხა შეიძლება მეც შეიძლება ვერ ჩავიდე პირად საქმე მაგ და ამიტომ არის რაღაცა ორგანიზება, როდესაც მუდმივად არის რაღაცა ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა ფორმით გამოხატავს და არის გარკვეული კულმინაციური წერტილები, როდესაც ხალხის დიდი რაოდენობა გამოდის და ეს დაახლოებით ესე აი გავარვარებული ნაკვერჩხალივით არის, რაღაც მომენტში შეუბერავ თუ არა იგივე აგიზგიზდება. ამიტომ ეს თავარია ჩვენი ამოცანა არის, რომ ეს პროტესტი არ გაჩერდეს, შეიცვალოს ფორმები,
ეხლა რაც თქვენ ბრძანეთ რომ ფორმები უნდა იცვალოს, უნდა იყოს სხვადასხვა უბნებში გასვლა, რეგიონებში სხვადასხვა ფორმა და სხვადასხვა ჯგუფები ამ მიმართულებით სხვადასხვა ტიპის ინიციატივები აქვთ, დადიან და კიდევ გვაქვს ჩვენ გეგმაში რომ ახლა ქალაქის სხვადასხვა ვიწრო ქუჩები და ასეთ უბნებიც მოვიცვათ და კიდევ ვეძებოთ გზები რა ფორმით, იმიტომ რომ თავარი ეს არის. თავარი ხშირად არ უნდა იყოს პანაცეა რომელიმე ფორმაზე. კი რუსთაველი არის უპირობო, მაგრამ რუსთაველის პროტესტი არის პროგრამა მინიმუმი, რომელიც მუდმივად უნდა შინარჩუნდეს, რომელსაც უნდა დააშენოს სხვა კომპონენტებიც და ზუსტად ამის ცდილობაში ვარ ჩვენ და ის რომ რაღაცა არ შეძლოს ამ რეჟიმმა იმის ნორმალიზება, რომ ეს ავტორიტარული დიქტატურა, ანუ ფაქტობრივად სულ ვიზახე რა განასხვავებს კონსოლიდირებული ავტორიტარიზმ დიქტატურისგან. განასხვავებს რამოდენიმე რამ. აქეთკენ არის ეს მედია სივრცე, ახლა ხმზივართ საუბრობთ, ეს შესაძლებლობა ჯერ გაქვს, სოციალურ მედია გაქვს, პროტესტის სივრცე არსებობს, რომელსაც ინარჩუნებ კბილებით და კიდევ ერთი სივრცე, რომელიც მათ ყელში აქვს გაჩხერის, არის აკადემიური სივრცე, უნივერსიტეტი, რომელსაც ასევე ეს სივრცეები რო გაწიო, არის ბელარუსია. თავიდან ბოლომდე. ამიტომ ჩვენ ყველა შეტევა არის ყველა მიმართულებით, ყველა წერტილზე პოლიტიკური აქტორები იქნება, მედია ორგანიზაციები იქნება, აკადემიური სივრცე და ამიტომ პროტესტი და წინააღმდეგობა უნდა იყოს ყველგან გაშლილი და ამასაც ვაკეთებ და მე ამაში დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ სულ გონიათ რომ რაღაც მომენტში ხან შეგვცივდებოდა, დავიშლებოდით, ხან დაგუცხებოდა, ხან კანონი შეგვეშინდებოდა, ხალხი შეგნებულად წავიდა ციხეში უმეტესი ადამიანი და ასე შემდეგ, მაგრამ ეს პროტესტი არ გაჩერდება. ეხლა და კიდე ასე ვთქვათ ფორმებს იცვლის და ეს არის მთელი ჩვენი მთავარი აქტივი, რომ ეს რესურსი და ეს ასე ვთქვათ ინოვაციები გამოუწურავია და კიდევ იქნება სიახლეები. მოდით ახლა ანტიკორუფციული ბიუროს განცხადების საპასუხოდ 53 არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადების შესახებაც ვისაუბროთ, მათ შორის თქვენც ხართ ხელმომწერი ერთ-ერთი ამ განცხადების. არასამთავრობო ორგანიზაციები ერთ წინადებით რო ვთქვათ, კორუფციის მხილების ნაცვლად ანტიკორუფციული ბიურო სამოქალაქო საზოგადოებას დევნის. ეს არის შინაარსი მოკლედ აი ამ დიდი ვრცელი განცხადების. უფრო ვრცლად რომ აგვიხსნათ, რას ეფუძნება ეს განცხადება, რა არის ამის მიზეზი, ანტიკორუფციული ბიურო საქმიანობის შესახებაც ვისაუბროთ. თქვენ წინააღმდეგ დაწყებული ეს გამოძიება თუ სამართალწარმოება თუ ნებისმიერი სხვა რამ დავარქვათ. რას ეფუძნება და რამდენად სახიფათოა ქვეყნისთვის და საზიანო ეს პროცესი. ხო, ხშირად ეხა მე ამას ანტიკორუფციული ბიუროს უფრო არ ვეძახი, კორუფციული ბიუროს ვეძახი და ახსნი რატომ, იმიტომ რომ ეს რაც შეიქმნა ეს ბიურო, მისი ამოცანა არის ამ კორუფციული სქემების კონტროლი. ეხლა, ვთქვათ, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ამ თემებზე მუშაობს, ძალიან ბევრი ფაქტი აქვს გამოვლენილი, რომელზეც არანაირი რეაგირება არ მოუხდენია. ორი ანგარიში აქვს წარდგენილი პარლამენტში 2023-24-ში, კიდევ წარადგინეს, სადაც უნდა დაეფიქსირებინა. მაგალითად 2020 წლის მერე ქართული ოცნებასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა მილიარდ ლარზე მეტი მოიგეს ტენდერებში. ეს ოფიციალური წყარო. აქედან ოფიციალურად დადასტურებული 8 მილიონამდე არის ოფიციალურად ამ კომპანიებს შეწირული ამაში. ანუ როგორ სქემა, ხო ხედავთ, ვაძლევ ფულს ის მიბრუნებს. ეს თეთრი ფული და შავი ფული, რაც ატკატების ბჭყალებში მიდის, არის უამრავი. გარდა ამისა, სუბსიდირების სახით ამავე კომპანიებს, რომელიც ქართული ოცნებასთან არის, 10 წელიწადში 5 მილიარდ ლარზე მეტი აქვს სუბსიდირების სახით მიღებული. გარდა ამისა არის მაგალითად 34 მილიონი, მართ ბოლო 2 წელიწადში 34 მილიონი საჩუქრები აქვს მიღებული საჯარო მოხელეებს, რომელიც პირდაპირ კორუფცია. უამრავი წერილია გაგზავნილი. ამაზე არის ნოლი რეაგირება. ანუ კორუფციული ბიუროს ვეძახი. ამის ამოცანა არ არის ამ კორუფციის შემძრო. ამის ამოცანა როგორც შექმნეს როგორც სადამსჯელო ორგანიზაცია, რომ ის სექტორები, რომლებიც ზუსტად კორუფციას ავლენენ, იმაზე წავიდეს დარტყმა, ხო? რომ რაღაცნაირად ეს სექტორი ასე ვთქვათ, რაღაცნაირად დაასუსტონ და ნუ რაღაც ნაწილში ვაგეროთ, ახლა გამოუვიდათ, იმიტომ რომ რამოდენიმე გრანტების შესახებ კანონი არის ცვლილება, არის ეგრეთ წოდებული, ხო, ფონდები და ანუ ჩვენ ახლა მე რომ მომიდეს გრანტის აღება, ხო, უნდა მქონდეს ამათი თანხმობა და შესაბამისად არანაირ თანხმობას ისინი არ მოგცემენ. გარდა ამისა, ეს ფარა, რომელიც აბსოლუტურად ბუნდოვანი კანონია, რომელიც აი ყველაზე მარტივი ახსნა კუც საიდანაც გინდა მოაბავ, ეგეთი არის, სამართლებრივად ვერც ახსნა. რომელიც შეიძლება ნებისმიერი აქტივობა ჩაკითვალონ პოლიტიკურად, ახლა მაგალითად გამოხატვის თავისუფლება, აღა ვაპროტესტებ რაღაცას, რომ პოლიტიკურად და რაღაცა უცხოელი პრინციპალის აგენტად და აი ამ მიმართულებით აქ წარმოება დაწყებული მიმართ ამ ორგანიზაციებს, იკვლევს ამათ ფინანსებს, ასე შემდეგ და იყენებს როგორც ესე თქვა ძალაქვია ზეწოლის ინსტრუმენტს, იყენებს ეს რეჟიმი და რეალურად ეს არასრულებს, ახლა ჩვენ ვამბობთ უამრავი კორუფციული თემაა, ახლა რომ რასაც ესენი ებრძვიან ბჭყალებში აი ამაზე ცალკე გითხავთ, ხო და ამიტომ
ეს გამცხადების შინაარსი ეს იყო. რეალურად ესენი აიბრძვიან ორგანიზაციებს, ვინც ზუსტად არის დაკავებული იმ კორუფციული სქემების და დანაშაულების სქემების გამოვლენაში და რეალურად არც ერთი ფაქტი ამ ანგარიშებში არ არის ასახული რომ კორუფციის და ეს ფაქტები ჩვენ სახეზე გვაქვს ვიცით რა ეს რომ ანუ ეს იმდენად ღიაა რაღაცა თვალსაზრისით ეს ინფორმაცია რომ ამადი კომპანიები იგებენ მე უკან წირავენ რა სქემები აქვს დაწყობილი და ანუ რა კორუფციასთან ბრძოლაზე ვსაუბრობთ საერთოდ ხო და ამიტომ ზუსტად ამ შინაარსით განპირობებული ეს განცხადება და ეს ორგანიზაციები იმ რესურსების პრობლემებში რაც უკვე გააჩნიათ და ადამიანურ რესურსებზეა დამოკიდებული რომ საქმიანობას ვაგრძელებთ ხო სამ შეგვიძლება გავაგრძელებთ ეხლა მე სულ არანაირი დაფინანსება არ მქონდეს ჩემი პირადი რესურსი მაქვს აი სწორედ ამაზე მე მეკითხა რომ აი დაუშვათ ფინანსურად ბოლომდე შეიბოჭა ყველა რასამთავრობო ორგანიზაცია და ფიზიკურად ვეღარ გეკნებათ დაუშვათ გასაქანი რომ აი მაგალითად საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეგეზღუდათ ფონდი და დაგიყადებს ეს გააკეთეს უკვე ხო ფაქტობრივად კი მაგრამ აი უფრო რომ მოუჭირონ ესე რომ თქვათ მარწუხებს თქვენი გეგმა როგორია ამ შემთხვევაში კვლავ გააგრძელებთ ამ საქმიანობას და უკვე სხვა მეთოდებს გამონახავთ თუ არ ვიცი შეიძლება უკვე მართლაც ხო იცით რა არის რა სიმართლე უნდა თქვა და ამ პროცესმა ნამდვილად დააზიანა იმიტომ რომ რაღაცა კუთხით დაფინანსებებზე იყო ეს ორგანიზაციები დამოკიდებული და უმეტესობამ შეწყვიტა საქმიანობა და დასუსტა მაგრამ მიუხედავად იმისა რაღაცა ის ნაწილში რა რესურსებიც დარჩა ამ ორგანიზაციებს ხო პიროვნული და ასე შემდეგ ვაგრძელებთ ხო დინამიკაში ეს კარგ პერსპექტივას არ უხადეს არავის რა თქმა უნდა იმიტომ რომ ეხლა მე თუ შემიძლია დაუშვათ რაღაც თავისუფლება მიცი ჩემი პირადი კონტრიბუცია შევიტანო რაღაცეებში მიგებია აი იურიდიული მომსახურება გქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ხა მე არ მაგრამ ჩვენ კოლეგებს ხო ეს ადამიანები დიდი ნაწილი ხა ვეღარ აგრძელებს ამ ხარდაჭერას მაგრამ დარჩა რაღაც ნაწილი რომელიც მაგალითად 30% პირობითად კერძო საქმიანობით არის დაკავებული იქიდან აქვს შემოსავალი და 70% თავის პირად კონტრიბუციას აი ამ საქმის ხო ანუ ეს რაღაც თავდადების სერიოზული ელემენტები და ჩვენ ვცდილობთ რომ გამოვნახოთ რესურსები ხო ჩვენი რესურსები ან ემიგრანტების რომ ვიმუშაოთ რომ რაღაცა ტიპის მობილიზება მოვახდინოთ ამ სამართლებრივი ამ შეზღუდული გარემოსთან მიუხედავად იმ ფორმით რომ რაღაცნაირად შევძლოთ საქმიანობის რაღაცნაირად გაგრძელება მაგრამ რაც დრო გადის უფრო და უფრო რთული ხდება იმიტომაც არის ეს რეაგირება ჩვენი მხრიდან რომ კარგად უნდა გაიაზროს საქართველოს მოქალაქეებმა რა საქმიანობას ეწეოდა ეს ორგანიზაციები მიუხედავად იმისა უამრავი დემონიზების მცდელობა და რეალურად რატომ არის რა ამოცანა აქვთ ამ რეპრესიული კანონმდებლობით და რომელიც ამოცანა საერთოდ არ არის კავშირში კორუფციის ამბობთ პირიქით ეს არის კავშირში რომ კორუფციას ხელი დააფარო და ეს ორგანიზაციები ვინც ამას ავლენს ისინი გაარჩევენ ამით არიან დაკავებული თუ არა და სულ მინიმუმ ეს ფაქტები ამდენი წლის განმავლობაში თვითონაც რო ადასტურებენ ხო ამ კორუფციას მაშინ რას უნდა ემსახურებოდეს ხო აი კორუფციაზე რაკი საუბრობთ ბარემ წერამ თქვენ ახსენეთ და მეც ჩაგეკითხებით ყოფილი მაღალჩინოსნების, მათ შორის ყოფილი მინისტრები, მინისტრის მოადგილეები, აი გუშინ გავრცელდა ინფორმაცია საგზაო დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე, ვინმე კუპატაშვილი, სახელი არ ვახსოვს ბოდიშ სუხთი მაყურებელს, საინტერესო იქნება თქვენი მოსაზრება, აი ეს რას ემსახურება რეალურად, რადგანაც აი საგარეო აქტორებთან შეხვედრის დროს, აი დაუშვათ მომავალში ხვდებიან ქართული ოცნების წარმომადგენლები, ხელისუფლების წარმომადგენლები და ვინმე დასავლელი პარტნიორები ერთმანეთს და კორუფციაზე რომ მიკითხავს, იქიდან ვიღაცა ესენი მარტივად უშვენებენ რომ აი კორუფციას ვებრძვით და ჩვენს ყოფილ თანამებრძოლებსაც კი არ ვინდობთ ამ კუთხით. მათი არგუმენტი ასეთი იქნება. თქვენ რას ფიქრობთ? არის თუ არა ეს რეალური კორუფციასთან ბრძოლა და სადამდე შეიძლება მივიდეს ეს პროცესი? ეს არის შიდა კონების გადანაწილების თემა. ეგეთ ავტორიტარული სისტემებს ძალიან ახასიათებთ. მაშინ ვისა და ვის შორის? ხო, რაღაცა დაჯგუფება, რომელიც ეხლა რაღაცა ტიპის არის, ასე ვთქვათ, ამ ეტაპზე დაწინაურდა. მეორე ნაწილის რეპრესირებას ახდენს. ასევე აქ ჩანს ძალიან აშკარად გამოკვეთილი და ბევრი წყაროდან ითქვა, რომ ამ რეჟიმს მოაყალდა რესურსები და ადამიანებს, რომელსაც წლების განმავლობაში აბარინებდა ფულს, ეხლა ცდილობს ამ ადამიანებისგან ამ ფულის ამოღებას თავიდან ბოლომდე. იმიტომ რომ ზუსტადაც რამოდენიმე წყაროდან ითქვა ესეთი ტიპის ინფორმაცია, რომ მოთხოვეს უკან ფულის მიტანა, რაღაც ნაწილმა, რა თქმა უნდა, თავისინებით მიიტანა. ზუსტად იმ კორუფციურ სქემებიდან, ხო, რო გაძლევს საშუალებას, რომ მოიპარო წლების განმავლობაში, ხო, რაღაც ვალდებულება გაგა, ეხლა ცოტა მეტი მოთხოვეს, ვიღაცემ უარი თქვეს და ვინც უარი თქვეს, აი ამ დღეში არიან ზუსტად. ეხლა კომიკური არ არის, როდესაც ამბობენ, რომ ღარიბაშვილი რაღაც საბაგიროს ხსნის და თურმე და რაღაც ინვესტიციები ჩადო და არავინ არ იცოდა. თუ მე ვერ გავიგეთ, ხო, რაღაცა სასაცილო დადის და კიდე რას ადასტურებს ისი? ეს ფაქტები ადასტურებს, რომ ამ დროის განმავლობაში ეს რეჟიმი იყო აბსოლუტურად კორუმპირებული. ვინ არის პასუხისმგებელი? თუ არა ეს პარტია ამ დროის განმავლობაში ასეთი კორუფციული სქემები რო იყო და აი ასეთი თვითონ თავიანთი გადაწყვეტილებები გამონდა. პასუხისმგებელი ვინ არის? მაინტერესებს. ეს ხალხი არ იყო ზოგიერთი პრემიერ-მინისტრის თანამდებობებზე თუ სხვა ხალხი იყო.
ამიტომ ეს არის შიდა გარჩევა და კიდე ერთხელ იმის დადასტურება, რომ არიან კორუმპირებულები. აქ არანაირი კორუფციასთან ბრძოლა არ არის, ეს არის რაღაცა შეფუთვა, რაღაცა პოპულისტური, რომ რაღაცა იმას ებრძვით და სინამდვილეში არის ქონების გადანაწილება. და რეალური კორუფცია რაც არის, ხა აქ რაზეც ჩვენ ჩავმა, ამაზე არავინ არ არის გამოვლენილი, იმიტომ რომ ეს ეთყობა ზოგიერთი ადამიანები ჩვენად იქცევენ და ფული როცა თხოვენ ამ ფულს თავიდროულად მიაქვთ ეს ფული. ვინცაც არ მიაქვთ და ცოტა ურჩობს, აი ზუსტად ამათი მხრიდან ხდება ამ ფულის ამოღება. ერთად ვინ მიიტანა ფული უკან. ხო, ზუსტად ეს არის, ხო, ეხა იქ არის საუბარი, ხო, კალაძეს მოთხოვეს და მოკლედ მან ვალი გადაიხადა. და ვიღაცებმა ვინც ეს არ გადაიხადეს, იგი ღარიბაშვილთან იმან დაკავშირებით. ღარიბაშვილი ჯერჯერობით თავის ხო, ჯერჯერობით, იმიტომ რომ მაგრამ ის მუხლი რაც წარდგენილი აქვს თავისთავად ხო, ეხა პირობოდ გულისხმობს მილიონების მოპარვას ედავებიან და ადამიანი გარეთ არის და ხალხი გზის გადაკეტის გამო ციხეში ის. აი ეს არის ამათი სამართალი. და ალბათ გარეთ იმიტომ დატოვეს რომ ფული კარგად მოაგროვოს რა, იმიტომ რომ ხა ციხიდან უნდა გაუჭირდებოდა და ზუსტად ამას გავს ეს ყველაფერი. აქედან გამომდინარე, არ არის კორუფციასთან ბრძოლა ეს არ არის, ეს არის ამ რაღაცა კუთხით ამ ნაწილში ამის შეფუთვა და იმიტომ რომ ეს ახალი ჯგუფი რომელიც ახლა ამ ეტაპზე ამ ოლიგარქის კარზე დაწინაურდა, ისინი გააგრძელებენ ამ ქვეყნის სისხლის თოვას და ამ კორუფციულ სქემებში ისინი კარგად ჩაერთვებიან. ძალიან დიდი მადლობა დატო, ქელბაქიანი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი და ამით ჩვენ დღევანდელი დღის ნიუსრუმი დასრულებულია. ჩვენ ტელეარხის ეთერს კი გააგრძელებთ 12 საათიანი საინფორმაციო გამოშვება, რომელსაც დღეს ნინი დავითაძე გაგაცნობთ, მე კი საღამომდე გემშვიდობით დროებით.